სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, როცა უფალმა განკურნა ეს სნეული დამბლადაცემული კაცი, რომელიც საკაცეზე იწვა და ვერ დგებოდა, გაუკვირდაერსო და ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს. რას ნიშნავს ეს? თქვენ ყველა მიცით ეს თქვენი ცხოვრებიდან. ახსენებაში გითქვამთ ხოლმე ცოდვა და შემდეგ გახსენდება ის ცოდვა და ეჭვი გეპარება. მაპატია კი ღმერთმა ის ცოდვა. ხომ ყველას გამოგიცდიათ ეს? აი ახსენებაში გითქვამს ცოდვა, მაგრამ ისევ გახსენდება ის, რადგან გონებას ეს გონების თვისება გახსენდება და არიცი დაეჭვებული ხარ. მაპატია კი ღმერთმა, თუ მაპატია რატომ გამახსოვს? ადამიანს გონია რომ აღარ უნდა ახსოვდეს ეს. ესმით, რა თქმა უნდა ეს შეცდომა, რა თქმა უნდა ეს ჩვენი მცირე მორწმუნეობის ბრალია, რომ ეჭვი გვეპარება, რომ სინანულით, ნამდვილი სინანულით ნათქვამი ცოდვა გვაპატია თუ არა ღმერთმა. აი ეს რაც ჩვენ ხა წავიკითხეთ, გვასწავლის იმას, რომ ღმერთი პატიობს ცოდვებს მონანულ ადამიანს. როგორ იყო ქრისტემდე? თუ გახსოვთ, როგორ იყო ქრისტემდე? ისრაელში. ეს ხო ისრაელში მოხდა ესეც, რაც მე ახლა წავიკითხე, ხო? კაპერნაუმში ალბათ. და როგორ მოხდა? როგორ იყო ადრე მაგალითად, ხო? ისრაელში ვინმე რო შესწოდა, ერჩეული ერიდან ვინმე რო შესწოდავდა, რა უნდა ექნა? უნდა მიიყვანა კრავი მაგალითად, ან თუ ღარიბი იყო და არ ქონდა კრავის ყიდვის საშუალება, უნდა მიიყვანა ორი ტრედი ან ძალიან მცირე რაიმე შესაწირი და უნდა მისულიყო ტაძარში, ეღიარებინა თავისი ცოდვა, რომ შევწოდე და შეიწირე ღმერთო, ამის სისხლი, ამის სიცოცხლე შეიწირე ჩემს მაგივრად, ხო? ეს იყო ის მონაცვლეობითი მსხვერპლი ქვია ამას, რომ ჩემს მაგივრად მე ცოცხალი დამტოვე ღმერთო და ეს შეიწირე ჩემი ცოდვის დანაშაულის გამო, ხო? მაგრამ მაშინ ასკარა ნიშანი მას ხომ არ ქონდა. კი, დაკლავდნენ ამ საკლავს, ამ კრავს, შესწირავდა და წამოვიდოდა სახლში. მაგრამ მას ნიშანი ხომ არ ქონდა, რომ ნამდვილად აპატია ღმერთმა, ხომ? სწამდა მას, რომ ღმერთი პატიობს. და წელიწადში ერთხელ ერიცხოცოდვილი იყო და წელიწადში ერთხელ შენდობის დღე ერქვა იმ დღეს სექტემბერში. მღვდელმთავარი ჩაიცვამდა სპეტაკსამოს, შევიდოდა ტაძარში საკურთხეველთან და მოუყვანდნენ მას ორი ვაცი, ხო? ეს მამალი თხა. და იდგა მის წინაშე, მარჯვნივ რომელიც იდგა ის იყო ღმერთისთვის. მარცხნივ რომელიც იდგა ის იყო ეშმაკისთვის, ხო? და მოიტანდნენ ყუთს, და ამ ყუთში ეგდო ორი წილი. ერთს ეწერა ღმერთის წილი, მეორეს ეწოდა აზაზელის, აზაზელი ეშმაკის სახელი. ჩაყუდა მთავარი ხელებს ამ ყუთში და ამოიღებდა ამ წილს. თუ მარჯვენაში ამოვიდოდა ღმერთისთვის, რომელიც იდგა მარჯვნივ, ესე იგი ღმერთი პატიობს წელს ცოდვებს, თელს ერს. და უხაროდათ, რომ მარჯვენა ხელში ამოვიდა. მაგრამ იყო ისრაელის ისტორიაში დრო, როცა მარჯვენაში აღარ ამოდიოდა ეს წილი და ისრაელი ხვდებოდა, რომ ღმერთი აღარ პატიობს ცოდვებს. თან მეორე თხას, რომელიც აზაზელის ეშმაკის იყო, ის დაიტვირთებოდა მთელი ცოდვებით, რაც ერმა შესწოდა იმ წელს და ამ თხას ვაც რქებზე გაუკეთებდნენ წითელ ძაბს, მეწამულ ძაბს და გააგდებდნენ ან ცოდვებით დამძიმებულს, გააგდებდნენ ზეთისხილისთიასკენ უდაბნოში და იქ მოხდებოდა, ხო, ან ხეცი შეჭამდა, მოხდებოდა და შემდეგ რომ პოულობდნენ ამ თხას, ეს წითელი ძაფი გათეთრებული ხდებოდა ხოლმე. რადგან ისაია წინასწარმეტყველთან წერია, რომ სისხლივით წითელი რომც იყოს თქვენი ცოდვები, სპოთოვლივით სპეტაკს გავხდი. თქვენი წვენი თუ შეინანებთ იმ თქვენ შეწოდებებს, ხო? მაგრამ ისრაელის ისტორიაში იყო დრო, როცა პოულობდნენ იმ ვაცს მკვდარს და რქებზე ძაფი აღარ იყო გათეთრებული. ისევ წითელი იყო. ეს თალმუდში წერია, მე კი არ ვიგონებ. თალმუდი ამბობს ამას. ეს ის დრო იყო, როცა მათ იესო მოკლეს. როცა ქრისტე მოკლეს, აი მას შემდეგ 40 წელიწადი აღარ თეთრდებოდა ის ძაფი, ანუ მათ უნდა იცოდნენ, რომ ღმერთი აღარ პატიობს ცოდვებს. გესმით? მაგრამ რა მოხდა ახალ აღთქმაში, ნახეთ? 100-დან 100-ვე შემთხვევაში პატიობს ღმერთი. 1000-დან 1000-ვეს პატიობს თუ წმენით ითხოვს შენდობას. და როცა მოუყვანეს მას ეს კაცი, როგორც ჩანს, თავისი შეწოდებების გამო იყო ის საკაცეზე დამბლადაცემული მწოლი არა ეუნება, ნუ გეშინია შვილო. აი ამ რწმენის გამო
როგორც მოგიყვანეს, ხო, როგორც წერია სხვა სახარებაში, როგორ მიიყვანეს, თუ გახსოვთ, სახურავი რომ მოხადეს, დაანგრიეს სახლი ლამის სახურავი მოხადეს და ჩაუშვეს, რომ იქ როგორმე მიეღწიათ ქრისტემდე, ხო? აი ამ რწმენის გამო, რომ ქრისტესთან უნდათ მისვლა, რომ შენდობა ითხოვონ და შველა ითხოვონ, აი ამ რწმენის გამო გეპატია შენი ცოდვები. მაგრამ როგორ დაამტკიცოს? აი როგორ ძველ აღთქმაში ხომ პატიო ითხოვდნენ შენდობას, მაგრამ რა ვიცით? აპატია? საიდან ვიცით? და გაიფიქრეს გულში ფარისევლებმა წიგნობრებმა, რომ ღმერთს გმობს ესო, ვის შეუძლია ცოდვების პატიება გარდა ღმერთისო, ხო? უფალმა ხო იცის, რასაც ფიქრობენ და ეუბნება, რატომ ფიქრობთ აი ამ ბოროტ აზრებს თქვენს გულში? რატომ გაქვთ? რა უფრო ადვილია ჩემთვის, რომ უთხრა გეპატია ცოდვები თუ რომ უთხრა ადიქი და წადი? რომელი უფრო ადვილია სათქმელად? რა თქმა უნდა, გეპატია უფრო ადვილია სათქმელად, იმიტომ რომ ვამბობთ, წამს, მაგრამ ვიცით რომ აპატია ღმერთმა? მაგრამ ქრისტეუნება ახლა ვეტყვი უფრო რთულს, უფრო ძნელს, რომ თქვენ დაგიმტკიცოთ, რომ ცოდვების პატიება შემიძლია, ხომ? ნახეთ, უფრო რთულის აღსრულებით ამტკიცებს ის, რაც მათ ადვილი გონიათ უფრო, ხო? და ეუბნება, ადექი, აიღე შენი საკაცე და წადი სახლში და დგება, დამბლადაცემული, წელმოწყვეტილი კაცი დგება, იღებს თავის საკაცეს და მიდის სახლში და გაოგნდა ხალხი ეს რო დაინახა, ესე იგი მას მართლა შეუძლია ცოდვების პატიება. აი იმ სასწაულით რომ მან აღადგინა ის საკაციდან და მიხვდნენ რომ მას მართლა შეუძლია ცოდვების პატიება და ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს. ანუ ასეთი მაცხოვარი მოგვივლინა ადამიანი. ამას ნიშნავს, ხო? რომ ასეთი მაცხოვარი მოვიდა, ასეთი მხსნელი, ასეთი მშვლელი, ასეთი ძალაუფლებით აღჭურვილი მოგვივლინა, რომელსაც შეუძლია ცოდვების პატიება. ამიტომ აღსარებაზე რომ მოხვალთ, აი ისე მინდა დაბრუნდეთ. თუ წრფელი გულით ამბობ ამას აღსარებაში, მთელი გულით ნანობ და თან გადაწყვეტილი გაქვს, რომ აღარ ჩაიდენ იმ ცოდვას, აუცილებლად გპატიობს ღმერთი და აღგადგენს იმ შენი შეცოდები და რითიც დავეცით და რითიც დავშორდით ღმერთს. აი ამას გვასწავლის ეს სახარება. ღმერთმა მოგცა ასეთი ხელმწიფება ადამიანებს და უნდა ეს მივიღოთ, ვიწამოთ და გათავისუფლდეთ ჩვენი ცოდვებისაგან. რადგან ქრისტეა ჩვენი გამომსყიდველი, ჩვენი დანაშაულისგან. ამინ. ჩვენთან არსებობს.